სახელითა მამისა და დათისა და დასულისა წმედისათა. ჩვენთან არს ღმერთი. არც დაიყოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სული წმედის მალ დაგავსოთ. იცით რომ ამ დღეებში ისეთი რაღაცა შეგვემთხვა ქართველებს, რომ განცდა გვაქვს ორნაირი. ერთი არის დიდი ტკივილი, მაგრამ მორწმუნეებში და ვისაც ღმერთი წამს, ვისაც ღმერთი უყვარს, ასევე მოლოდინია იმისი დიდი სიხარულის, დიდი სიმშვიდის. ჩვენმა უწმინდესმა, ჩვენმა მამამ სული მიაბარა უფალს და ერთი მლოცველი, უდიდესი მლოცველი შეგვემატა. არ უნდა იმას ბევრი ლაპარაკი, რომ ის არის დიდი მნათობი, ეკლესიის მნათობია საერთოდ. და ხედავთ, ადამიანი, ხო, ადამიანი აი თავის ცხოვრების მანძილზე როგორ უნდა ცხოვრობდეს, რა გვიჩვენა მან? ქონდა უდიდესი პატივი, ხო? გამოირჩია უფალმა ჩვენი ქვეყნის პატრიარქად, მამამთავრად. ეს არის ასევე უდიდესი მოვალეობა. და ვინ როგორ შეასრულებს ამას, ხო? დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ემსახურება ღმერთს, როგორ ემსახურება თავის სამშობლოს, თავის დედა ეკლესიას და თითოეულ მოყვას. რა იყო მისი ცხოვრება, როგორი, ხო? აბა გავიხსენოთ კომუნისტური ეპოქა. ჩაიბარა ეკლესია, ჩვენი 60 სკოლა ეკლესია, თითქმის 2000 წლოვანი ეკლესია ჩვენი და 1700 წელს აღნიშნავთ წელს საქართველოს, რაც საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოა. თორე ისე პირველმა მოციქულებმა, ხო, ანდრია პირველწოდებულმა რომ იკადაგა უამრავი ურიცხვიერი მოაქცია. ანუ ჩვენ თავიდანვე, ხო, პირველი საუკუნიდან ვიყავით ქრისტიანები, მაგრამ ქრისტიანული სახელმწიფო ეს სახელმწიფო რელიგიას კი არ ნიშნავს. ქრისტიანული სახელმწიფოა ის, რომ ქრისტიანები ვარ და ქრისტიანული სახელმწიფო ვარ, დღემდე მასე გრძელდება. საოცარი ერია ქართველი ერი, მაშინ მრავალი ერი ცხოვრობს, ხო? ვიცით რომ მრავალი ეროვნება, მრავალი ერი და საოცარი ვართ იმითი, რომ ყველას გვიყვარს ღმერთი, ყველას გვიყვარს სიწმინდე, შეიძლება ვერ ცხოვრობდეთ ისე, მაგრამ ყველას მიზანია მაგი და ნახეთ აი უწმინდესის ცხოვრება რა იყო, რამდენ რამეს აბრალებდა. მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ. რამდენი ეკლესია იყო მაშინ ღია და რამდენი ეკლესია დაგვიტოვა, რამდენი მოძღვარი დატოვა, რამდენი ვერმონაზნობა დატოვა, ხო? თუ ქრისტესი არ იყავი და ღვთის არ იყავი, უქრისტო არ იყავი, შეიძლება რომელიმე ორგანიზაცია ქრისტიანობისთვის ასე იზრუნოს, არა ის დიდი მნათობია ჩვენი ეკლესიის და რა გააკეთა, ხო? ეს ადამიანები, აი მე ხშირად ვქადაგებდი ხოლმე ბოლო პერიოდში. პირდაპირ გეტყვით რა, ვიცოდი რომ გასვლის დრო ქონდა, თვითონაც იცოდა რომ გავიდო და გავიდა და ჩვენთან იქნება. არ დავტოვებს იცოდეთ რა, ყოველთვის ჩვენთან იქნება და რა გააკეთა, ხო? იქ ვიყავი ხოლმე გამით, გვიანობამდე რა, გათენებამდე ვიყავი ხოლმე, ძალიან ბევრი ადამიანი იყო და პატარა ბავშვები. თუ უფროსი ადამიანები როგორ მოდიოდნენ, ხო? ვისაც რემლები ქონდა ტირო და ვეკითხებოდი, რა გატირებთ? რას ფიქრობთ, სად არის ის და
ჩვენს თავზე ვტირით იმას მეუბნებოდნენ რა გაიხსენებენ ალბათ ჩემს კითხვებს რა ისინი ვისაც ვეკითხებოდი საოცარი ადამიანი იყო და საოცარი სიყვარული გვასწავლა და რა გააკეთა ერი რომელიც ასე არეული ვიყავით წარმოაჩინა როგორი ერი ვართ რა ულამაზესი ერი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ერი მსოფლიოში არ გეგონოთ რომ რომელიმე ერს ვთვლი რომ ლამაზია ყველა ერი ლამაზია მაგრამ იქაც წარმოჩინდა ჩვენი სილამაზე რაში ღვთის სიყვარულში პატრიარქს კი არ ვადიდებდით პატრიარქთან რომ მივდიოდით ღვთის სიყვარულს გამოვხატავდით და ვადიდებდით იმ უხალს და იმ ღმერთს რომელმაც ქართველი ადამიანი ისე შეიყვარა რომ ასეთი პატივის ღირსი გახადა პატრიარქმა ადიდა ღმერთი და ღმერთმა ნახეთ ჯერჯერობით როგორ უყურნებს და თუ თქვენ გონიათ რომ უწმინდესი რო თხოვს ღმერთს არ შეუსრულებს იმას ღმერთი რა უყავით მის ცხოვრებას ხომ ბოლო წლებს გადახედეთ კომუნისტების პერიოდი KGB ისა დამთავრდა კომუნისტების პერიოდი და KGB-ზე უარესები არ იყვნენ როგორ ექცეოდნენ ხო მაგრამ შეხედეთ რა როგორ იცხოვრა დავიღალე დაწერა და გასვლა უნდა და იცოდა რომ ღმერთთან მივიდოდა განა არ იცოდა თავის თავს მაგას ვერ ეთყოდა ღმერთთან რომ მივიდოდა მაგრამ გასვლა იმიტომ უნდა და აბა ვის უნდა ისე გავიდეს და სხვაგან მოხდეს ხო რამდენჯერ ასთხოვეთ თითოეული ჩვენთან განითხოვდა ხოლმე სინოდის წევრი იყო მრევლი იყო სამღვდელობა იყო თუ ბერმონაზნობა ის ვჭირდებოდა იმისთვის რომ შიგნით ეკლესიაში შხოთი არ ყოფილიყო ერთობა ქონოდა და ერშიც ბოლო მოსასვლელი მასთან იყო და შეხედეთ რა საავადმყოფოშიც რო ვიყავით საოცარი იყო მე მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაუხადო ექიმებს მინისტრი ბრძანდებოდა იქ მასაც და ყველანი ცდილობდნენ რომ ბოლომდე არაფერი არ დაუშურებიათ იცოდა უწმინდესმა უნდა გასულიყო მაგრამ მათ ექიმებს თუ ყველა ადამიანს რომელიც მოვიდა და იქ იყო ხო გამოახატვინა ის თუ როგორი გული აქვს სინამდვილეში ქართველებს ისე თითქოს ერთმანეთს ჭამთ თითქოს ერთმანეთი ბძულს თითქოს ვერ ვიტანთ ერთმანეთს და რა ლამაზი ერია ხო ჩვენი ერი მე არ დამავიწყდება უცნობი ის იყო რაღაცა გამახედა ხო და დავინახე პატარა გოგონა იყო 12-13 წლის იქნებოდა მასში იყო ყველაფერი ქართული და ყველაფერი ქრისტიანული დიდი ადამიანი მოდიოდა რა და ასეთი იყო თითოეული ქართველი და უწმინდესმა გვანახა ის რომ თურმე გული გვაქვს და თითოეული ჩვენთანგანის გულში უდიდესი სიყვარულია და ქრისტიანები ვართ შეგვინდოს უწმინდესმა რა მევთხო პირადად მევთხო შემინდოს რაც ვერ გავაკეთე და შევესწრები რომ დასვას დავაკელე იქნება ავირჩევთ ახალ პატრიარქს და სინოდის თითოეული წევრი შევესწრებით რომ ისე მოვიქცეთ რომ უფლისთვის სათნო იყოს და ხარში დაუდგეთ ერთმანეთს ეხლა არის ბევრი ნებათაღილოა რა დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე თუ ვინ იქნება პატრიარქი როგორ იქნება თავარი ეს კი არ არის პატრიარქს გამოვირჩევთ რა თქმა უნდა ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ აქ თავარი არის ის რომ აი ხშირად ასე ის რომ ვიყავით დაბნეულები ხო ზოგი ამბობდა რომ ამას დაუჭირეთ ხარი იმას დაუჭირეთ ამას იმას მოდი ჩავთვალოთ რომ დაბნეულები რომ ვიყავით იმიტომ ამბობთ მაგას თორე ქრისტიანმა ადამიანმა მაგი დაიწყოს ხო ეს საერთოდ მაგი ნიშნავს რომ ქრისტესგან გაშორებულია არჩევა ხო ხდება სული წმინდით ხდება ხო
მეც ვერ ვეტყვი ვინმეს რომ ეპისკოპოსს რა არ უკადრებ. ღმერთს არ უკადრებ იმას რომ ამას დაუჭირეთ ხარ, იმას დაუჭირეთ. ვიცი მე ვინც უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი? აქ არის თავარი ის რომ თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, როდესაც უწმინდესი ჩვენი პატრიარქი საჭეთრობელი გზამდებოდა ეკლესიის, აბა გადახედეთ სინოდის წევრები ყოველთვის ვიქცეოდით რომ მასთან ვიდექით თუ ნერვებსაც უშლიდით რასაც და შეგვინდოს უფალმა. ადამიანები ვართ და ჩვენი სისუსტეა. ეს თავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე, ერთსულოვნებით, ერთობა გქონდეს და ერთსულოვნებით. ის კი არ არის თავარი ვინ იქნება. იმიტომ რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი ვინც არ უნდა იყოს მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არა ვარ პირდაპირ გეუბნებით რა, არა ვარ არც ერთი. მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგტოვა და უწმინდესმა რა საქმეს დაიწყო ბოლომდე მისაყვანებობს. უნდა მე ვიყავთ ეს ახალ პატრიარქთან და ამ სინოდმა და ალბათ შეივსება სინოდის წევრები შეივსება. ამიტომ ჩვენი პატრიარქის სურვილი იყო რომ საქართველოში ერთმანეთთან ქონოდა ის დამოკიდებულება როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ. ვერ იტანდა ერთმანეთს რომ რაღაცას უშავებდით, სულს რომ ვლაპარაკობდით და თუ ვართ ქრისტესნი, თუ გიყვარს დედაღვთისმშობელი და თუ გიყვარს პატრიარქი, ქრისტეს მთავარი მცნება აღვასრულოთ. ვიყვარებოდეთ ურთიერთავს ყველანი. დაგვინახოს ყველამ, როგორ გიყვარს ერთმანეთი და შეგვაფასონ თუ ვისები ვართ. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ. ნუ თუ ის გონიათ რომ ვინმე შავრებთ რამე გადაწყვეტილებაში, გამორიცხულია რა. უწმინდეს ჩემზე იძახოდა ხოლმე რა, მე უკვე ესეთი ადამიანეო, ჩიხში და ასეთ რაღაცაში არასდროს არ მოხდებაო, საჭირო თუ გახდა საქმისთვისო, თავით უყდეებსაც გადაანგრევს და გავაო. არავის არ ვიცით საშუალებას ჩვენთან მაპატიეთ რომ ჩაერიო. ჩვენთანაც სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან თუ შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის არ დავიდობ გარეთ რა. მე ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის არ ვაძლევ საშუალებას ეკლესიაში ხელები აფათქოს. და მაგისა ერთი რამე შემიძლია თქვა რომ უფლის შეწევნით ისე ვის ვარ, ვინც ვარ და უფრო გაძლიერებული ვარ ჩემი უწმინდესისთვის. უწმინდეს ერთი წამითაც არ დაუტოვები ვარ. ზნობრო ჩემთან არის და ვინც რეანიმაციაში ჩემთან ერთად იყო, იმათ უთხარი მეთქი გახსოვთ როგორ ვიყავი და ეგვიკვირდაო მასე რომ იყავიო. არ უწვალია და პირდაპირ გავიდა და დიდი მნათობია და ბედნიერია ჩვენიერი რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრი ეკლესიის მნათობი ყავდა. და უწმინდესი ცდილობდა რომ ყველა გამოერჩია და სხვანაირი ადამიანი იყო რა. სხვები ყველაფერს იხსენებენ, ჩვენ რა თემებზე საუბრობთ. არც უწმინდესი არ საუბრობდა ხოლმე, რაზე საუბრობდით და არც მე არ ვისაუბრებ, რა თემებზე საუბრობდით. მაგრამ ისინი ყველაფერი რაღაცები დაუშვა გასაკეთებელი და აუცილებლად ღვთისმშეწევნით გავაკეთებთ. ამიტომ არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება. ჩვენი პატრიარქი ზეციური მფარველია, ისევე როგორც წმინდა ნიკოლოზი რომ გამოირჩია, ხო? ეკლესიის მნათობია ჩვენი უწმინდესთან, მაგას ყველანი ნახავთ რა, ნახავთ. თავისთავი არ განუდიდები არასდროს, ბავშვთან ბავშვი თვითონ დიდი იყო და სხვანაირი ადამიანი იყო სულთური. ბოლოს ჩვენთან რომ იყო ჩამობრძანებული, თუნდაც გაიხსენეთ. ორი ჩამოსვლა, ორი გასვლა ჰქონდა თავის ეპარქიიდან და როდესაც სხვა ეპარქიაში მიდიოდა მოსალოდს და ჩამოვიდა
ერთი დღე ბრძანდებოდა ბოლოს აქ და მეუფეო შემხედა და მეთქი მივზანდები თქვენ უწმინდესობა გუშინ არ ჩამოვზანდით და კომიციო რა წმინდანინო შევხვდიო ყველაფერი მითხრაო და წავალო ეხლაო და წინა ღამით რომ დავჯექით მოხევები იყვნენ პატრიარქი ვანო დაცვის უფროსი და დედაფისტი და მე დავშინდი ნახევარი საათი აი ხომ გინახავთ ხოლმე გაღიმებული პატრიარქი ნახევარი საათი რაღაც თემებზე საუბრობთ გაბადრული იყო ისე რა აქ იმიტომ რომ ისეთ თემებზე საუბრა წმინდანინო და ნახეთ რა მაშინ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეკლესია არ დახურულა ძლიერი ეკლესია ვართ რა ჩვენ ეკლესიას არავისგან დაცვა არ ჭირდება ქრისტე იცავს აქეთ დავიცავთ ჩვენ სახელმწიფოსაც და ყველაფერს და თქვენს თითოეულ თქვენთაგან სიცოცხლეთ რა ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო ერთმანეთი უნდა ვიყვარდეს რა და შევეშვათ ერთმანეთის სიძულვეს უწმინდესი თუ გვიყვარს ღმერთი თუ გვიყვარს ხო ვიყვარებოდეთ მაშინ ურთიერთობს შერიგებაზე ხომ ლაპარაკობდი და როგორ წინდა ჩემგან და რაკენა უწმინდესმა თავის გარდაცვალებით დღესასწაული მოგვიწყო ქართველებს რომ ხედავდით ამდენ ქართველს მასე წამოსულს და არავის ბოროტი განზრახვა რომ არ ქონია ერთმანეთის მიმართ რაკენა ხო მაინც და მაინც ვინმე სიკვდილი გვჭირდება მაგით დავინახო მადიდო უფალი დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის და ყველაფერი ღვთისმშეწევნით მართლა კარგად იქნება ეს ნანახი გვაქვს ყველაფერი რაც იქნება უბრალოდ ძნელი გასავლელია რა და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმიდის მაგ დაგავსოთ და არჩევანი ჩვენ გაგვაცადეთ და აქ თავარია რომ სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები რომ ჩვენში არ შეიძლება რაღაც დაძაბულობა ტელევიზიებში 1000 სისულელეს უყურებ არც ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს რა თორე ვინც გვისმენს იმასაც მოკიდებ ხელს და გვარების ვიცით ყველაფერი ვიცით ხომ ერთმა თავიც მოიკლა ხომ ხედავთ ამაზე არაფერი არ არის და ფაილებში შეიძლება 95% სიმართლე თქვან და რაღაცა სისულელეების ბრძანა ხონდა ჩვენ არაფრის არ გვეშინია ღვთის მოშიშები ვართ კეთილმოშიშები ღმერთი გვიყვარს და წესიერად მოიქცეს ყველა მე ახლა ჩვენი სახელმწიფოს საგარეო იმაზე ვლაპარაკობ ვისაც სიკეთე არ უნდა ჩვენთვის თილად იყვნენ ჩვენთან იმიტომ რომ ჩვენთან არის ღმერთი ამიტომ ჩვენ ერთმანეთის უნდა გვიყვარდეთ და ტერის უნდა გვიყვარდეს მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის ტერი ვერაზოს ვერ გვიყვარება მაგის ყველა მიცოდეს ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ იხარეთ ორსავ სოფელს შინავი აიხარეთ არაფრის არ შეგეშინეთ ყველაფერი ღვთისმშეწევნით კარგად იქნება რა უბრალოდ წინად გავდივართ ამ პერიოდს და უწმინდესი არის სიყვარულის და სიხარულის პატრიარქი რომელიც ჩვენ ერთს ბედნიერებასაც მოუწევს. მაგრამ ეს ერთად უნდა გამოვჭეროთ ბედნიერება, ერთთან ერთად და დედაფთიშობეთან ერთად იყარით ორსავ სოფელში. ეჭვი გეპარებათ, რაც გითხარი? არ შეგეპარებათ. ღმერთი ძალიან ძლიერად ვარ იცოდეთ რა. აიხარეთ და გამრავლდეს ქართველი. და გადავინაცვლოთ